28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოკოვაძის საჯარო ლექცია 2015 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები გაიმართა. ტურიზმის სტატისტიკა, სამომავლო სტრატეგია, სოციალური მედია აქტივობები, გაცნობიტი ტურები თუ სატელევიზიო გადაცემები, ახალი ბაზრების ათვისება, უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებული გადახდები, შიდა ტურიზმის სტიმულირება და ადგილობრივი კადრების გადამზადების კამპანია. მომხსენებელმა ლექციის მსვლელობისას ამ თემატიკაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ციცი ცაცკრიალაშვილმა და კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეკაძემ ახალი კონკურსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც საკონკურსო მასალები მოცემულ მიმართულებებში უნდა გადაიგზავნოს ინოვაციები სახელმწიფო პოლიტიკასა და მმართველობაში, ინოვაციები კომპანიებში, ინოვაციები არასამთავრობო ორგანიზაციებში, ინოვაციები კვლევებსა და ტექნოლოგიაში. მეტი თვალსაჩინოებისათვის სტუმრებმა სტუდენტებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 2015 წლის ანგარიშის ბუკლეტიც გადასცეს და სამომავლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურობისაკენ მოუწოდეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოკოვაძემ წარმოადგინა წლის ანგარიში და ასევე ისაუბრა ორი თვის სტატისტიკურ მონაცემებზე. ასევე სტუდენტებს გააცნო ის ახალი პროექტები, რომელიც არის დაგეგმილი. დღევანდელი ჩემი პრეზენტაცია შეეხებოდა UNWTO-ს დაჯილდოების ცერემონიას. დეტალურად გავაცანი ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ჯერჯერობით არ მიუღია მონაწილეობა და იმედია ამას გამოვასწორებთ და გავიმარჯვებთ კიდეც.